ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამომშვიდობისა. შოუ-ბიზნესური სიახლეებით ეთერშია ინფორმატორისა და ლაილაის 10 საათიანი. ყველაზე ვრცელი გამოშვება და დღეს ჩვენს პროგრამაში შემოგთავაზებთ. კლუბ ნოანოაში 3დღიანი ჯაზ ბრეიკი დასრულდა. ქეთი გომართელი მეორე კლიპზე მუშაობს. სანდუკელის 22-ში ფოტოგამოფენა მოეწყო. კლუბ ნოანოაში 3დღიანი ჯაზ ბრეიკი დასრულდა და დაპირებისამებრ ბოლო დღე ამერიკიდან ჩამოსულ განსაკუთრებულ სტუმარს ვიქტორ ბეილის დაეთმო. ჩვენ ვიმყოფებით კლუბ ნოანოაში, სადაც დღეს დაიხურა 3დღიანი ჯაზ ბრეიკი და მას დღეს დახურავს ცნობილი ამერიკელი ჯაზმენი ვიქტორ ბეილი. დღევანდელი საღამო ერთ-ერთი კარგი საღამო იქნება ალბათ და ძალიან დიდი პროფესიონალიზმის მომსწრე გავხდებით სულ ყველანი. ძალიან გაგვახარა კლუბმა ნოანოა და მისმა მენეჯმენტმა იმის გამო რომ ჩამოგვიყვანა ესეთი არაჩვეულებრივი მუსიკოსი. ეს არის მუსიკოსი, რომელზედაც საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ამ მთელ მსოფლიოში. იგი არის შეიძლება ითქვას ულტრა თანამედროვე, ძალიან დიდი ენერგეტიკის მატარებელი და ის პულსი, რომელიც დღეს წამოვა ამ სცენიდან, მე დარწმუნებული ვარ, რომ მთლიანად ჩაითრევს დღევანდელ მაყურებელს. ჯერ მუსიკოსთვის არის გადასარევი მიზა დღესაც ხდება იმის მოსმენა, იმიტომ რომ ცოცხალი მუსიკიდან არ ვარ განებიურებული იმდენად. ბელი ისტორიული პიროვნება, იმიტომ რომ ძალიან დიდ მუსიკოსთან აქვს ნამუშევარი და დიდი მუსიკა აქვს ნაკეთები, ისეთ საინტერესო და ლამაზი, რაც ჩვენთვის მუსიკოსებისთვის ძალიან მთავარი როა. ქეთი გომართელი თავის მეორე კლიპზე მუშაობს, რომლის სიუჟეტიც მან არ გაგვიმხილა. როგორც ჩანს, ქეთის შემოქმედების მოყვარულებს დიდი სიურპრიზი ელით. რეჟისორი არის ნატუნა მაღალაშვილი, ოპერატორი მიშა მაღალაშვილი. სცენარი არის ძალიან ორიგინალური, გამორჩეული და ვფიქრობ ძალიან საინტერესო კლიპი გამოვა. არა, არ არის პირველი კლიპი, მეორე კლიპია. რა ვიცი, მე ვცდილობ ყველანაირად, ყველანი რომ კარგი გამოვა. თითქმის გადაღებულია მთელი კლიპი თავიდან ბოლომდე, უბრალოდ შემოსვლა, დაწყება და დამთავრება არის აქ გადასაღები. მონტაჟი დავიწყებთ ალბათ უახლოეს მომავალში და კლიპი არ ვიცი, მალე ალბათ. იდეა იყო ჩემი დის, ძალიან იჭერი გოგოა.
გითხრა სცენარი ძალიან მოგვეწონა, ზუსტად ის იყო, რაც ჩვენ გვინდოდა და გადავწყვიტეთ, რომ ერთად გვემუშავა, ძალიან კარგი იყო მასთან მუშაობა, ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ადამიანია. იცი რა, ეს არის ორი ძველი, საკმაოდ კარგი სიმღერა გაერთიანებული და ცოტა გარემიქსებული. რაც შეეხება სიმღერას, უშენო დღეზე ვიღებ ამ კლიპს, გიგა კუხიანძეს ეკუთვნის, პაროლეს და არლენ დელონის და დალიდას დუეტის და შერბურული ქოლგების სინთეზური ვარიანტი. ბორჯომში ქუჩის ბიჭების სახელობის ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა. ცენტრში 30-მდე ბავშვია და სხვადასხვა მათ, ვინც ხელოვნებაში განსაკუთრებულ ნიჭს გამოიჩენს, გადაეცემათ ქუჩის ბიჭების სახელობის სტიპენდია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გაეროს წარმომადგენლებმა ქუჩის ბიჭები მშვიდობის დესპანის წოდებით დააჯილდოვეს. ეს წოდება კი აქამდე მხოლოდ 3 ადამიანს ერგო: დედა ტერეზას, დაიანა როსზე და პრინცესა დაიანას. მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ის საზოგადოება, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ბავშვების პრობლემები. ეს მარტო ბავშვთა ფედერაციის პრობლემა არ არის. ჩვენ ყველას დავანახოთ, რომ ჩვენ არავის არ წავართვენთ ამ ბავშვების მომავალს. არ მივცემთ უფლებას, რომ ამ ბავშვების მომავალი ვიღაცამ ჩვენ წავართვეს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აგვიჩია გზა, რომელიც მიგვიყვანდა სიკეთემდე, ალბათ მიგვიყვანდა შემოქმედებამდე, მიგვიყვანდა იმის სურვილი გვექნებოდა, რომ ვეკეთები და რაც შეიძლება ძალიან ბევრი საკითხი. ალბათ განსაკუთრებული ბავშვების გამოიკვეთებიან მუსიკალური ხელოვნების ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვები და ჩვენ ყოველთვის მათ დავუდგებით თბილისში გვერდზე. შეიძლება გაკეთდეს ჩაწერილი იქნას ერთობლივი სიმღერები, შეიძლება მივცეთ საშუალება, რომ წავიდნენ კარგი მიმართულებით და ჩვენ მაქსიმალურად გვერდზე დავუდგებით. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დავეხმაროთ ამ ბავშვთა ცენტრს, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩამოვიდეთ და თქვათ მათთვის დავაწესოთ გარკვეულწილად სტიპენდიები, განსაკუთრებულად თქვათ ხელოვნებისკენ, ვისაც აქვს მიდრეკილება ესეთი ბავშვებისთვის და სხვადასხვა რაღაცებს, აქციებს ჩავატარებთ ხოლმე ამ ბავშვთა ცენტრში ყოველთვის. კლუბ ზანდუკელის 22-ში მამუკა ბერიკასა და გიორგი ჩანადირის ფოტოგამოფენა მოეწყო სახელწოდებით 9-თასა და 9 ზღას იქით. მე ნამდვილად არ ვისახავდი მიზნად, რომ აი რაღაც ინდოეთი წარმომედგინა. ეს იყო უბრალოდ კონცეფცია ესეთი მარტივი, რომ 9 ზღვასა და 9-თას იქით, ანუ ზღაპრულ ქვეყანაზე. ანუ ჩვენ ცნობიერებაში ზღაპრული ქვეყანა, ის შორეული აღმოსავლეთი და ის ფრაგმენტები, ანუ ვინ არიან, რას აკეთებენ და აი დაახლოებით ესეთი. ჩვენ წარმოადგენთ 9 ფოტო და ამ 9 ფოტოთი გვინდოდა გვეჩვენებინა ის სამყარო, რომელიც არსებობს 9-თასა და 9 ზღვას იქით. ანუ მალდივის კუნძულები, ინდოეთის ოკეანეში მდებარე ეს კუნძულები, საოცრად ლამაზი და ჰიმალაის მთები ბუნებრივი ასევე, რომელიც ძალიან საოცარია. მინდა რომ სხვა დროს უკვე უფრო ფართოდ წარმოადგინოთ წყალქვეშა სამყარო, იმდენად ლამაზი ეს მარჯანების ბაღები. საოცარი ეს გაფანტული მთელს ოკეანეში თავის ფერებით, რომ უბრალოდ იმის არ წარმოდგენა საცდაობა იქნებოდა რა. ორივე ჩემი მეგობარია, მაგრამ მინდა
აღნიშნო ბერიკას საოცარი აი ხედვა მხატვრული, იმიტომ მე არ მქონდა მისი ნამუშევრები. დღემდე ნანახი მithumet რომ ჩვენ მეგობრები ვართ. მე როგორც პროფესიონალი რამდენადაც უცნაურად არ მოგეჩვენოს აღნიშნო ბერიკას ნამუშევრებს. იმიტომ რომ მათში იგრძნობა რაღაცა უფრო მეტი ვიდრე არის უბრალოდ ფოტო. აი მათში იგრძნობა სიყვარული იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ის იყო ჩასული. მიხდით, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად. და გოგას ფოტოებიც ძალიან ლამაზია, მაგრამ ის უბრალოდ ლამაზია. ჩემთვის ყველაზე უმაღლესი რელიგია ალბათ ის არის ადამიანების ურთიერთობა, ხო? მე მაგალითად აი გუშინ დავით ეულმა ეგ სიტყვები მითხრა, რომ თურმე ყველაზე დიდი რელიგია არის ადამიანებს შორის ურთიერთობა. მე ამის მჯერა და აქედან გამომდინარე, რა კი არსებობენ ადამიანები, ვისაც სურვილი აქვს მოსვლის და ურთიერთობის, ხო? შემიძლიათ ამამად თქვა, რომ ესე იგი პროექტი შედგა. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.